მოგესალმებით. იცით, დღეს ისეთ თემაზე უნდა ვისაუბროთ, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა სამყარო. დღეს ჩვენი მიზანია დავშალოთ და გავიგოთ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რთული კონფლიქტი. პირველი მსოფლიო ომი. ამ ანალიზში ჩვენ ეტაპობრივად მივყვებით მოვლენათა იმ უზარმაზარ ჯაჭვს, რომელმაც სამყარო სრულიად ახალ შემზარავ რეალობამდე მიიყვანა. მოკლედ, აი რა გველოდება დღეს. დავიწყებთ ომის ნაპერწკლით და მიზეზებით. გავეცნობით სანგრების მძიმე რეალობას. შევხედავთ ტექნოლოგიური ინოვაციების საშინელებებს. მერე უკვე განვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვას და ბოლოს იმ კატასტროფულ ფასს, რაც სოფლიონ გადაიხადა. მანამდე კი ერთი ძალიან მარკივი, მაგრამ დამაფიქრებელი კითხვა მინდა დაგისვათ. როგორ მოხდა, რომ ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა სტუდენტის გასროლილმა ტყვიამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ომში დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაითრია. ეს ხომ სრულიად წარმოუდგენელი მასშტაბია, არა? მოდით მივყვეთ ამ ჯაჭვს და გავარკვიოთ. პირველი ნაწილი: ნაპერწკალი და გამომწვევი მიზეზები. მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპა ფაქტობრივად ერთ დიდ პოლიტიკურ დენთის კასრზე იჯდა. სახელმწიფოებს შორის ალიანსები ისე იყო გადახლართული, რომ მხოლოდ ერთი პატარა ასანთის ღერი აკლდა ყველაფრის აფეთქებას. და ეს ნაპერწკალიც გაჩნდა. 1914 წლის 28 ივნისს ავსტრია-უნგრეთის თახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი სარაევოში ვიზიტისას მოკლეს. მკვლელი სტუდენტი გავრილო პრინციპი იყო. ავსტრიამ მაშინვე სერბეთისკენ გაიშვირა თითი და ისეთი ულტიმატუმი წაუყენა, რომლის შესრულებაც, მოდი პირდაპირ თქვათ, უბრალოდ შეუძლებელი იყო. მერე კი, რაც მოხდა, ნამდვილი კლასიკური დომინოს ეფექტია. უყურეთ, რა სისწრაფით ვითარდება მოვლენები. ზუსტად ერთ თვეში ავსტრია-უნგრეთი სერბეთს უტევს, მის დასაცავად რუსეთი ერთვება. სულ რაღაც 4 დღეში გერმანია რუსეთს უცხადებს ომს, კიდევ 2 დღეში საფრანგეთს. და როცა გერმანია ნეიტრალურ ბელგიაში შეიჭრა, დიდმა ბრიტანეთმაც აღარ დააყოვნა. კავშირებმა იმუშავა და სულ რამდენიმე კვირაში მთელი მსოფლიო ცეცხლში გაეხვა. მეორე ნაწილი. პოზიციური, ანუ იგივე სანგრების ომის რეალობა. თავიდან ყველას ეგონა, რომ შეტევები სწრაფი იქნებოდა და ყველაფერი მალე მორჩებოდა, მაგრამ ეს ტემპი უცებ ძალიან საზარელ ჩიხში შევიდა. რას ნიშნავს რეალურად პოზიციური ომი? წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. 1914 წლის ბოლოსთვის შვეიცარიის საზღვრიდან ჩრდილოეთის ზღვამდე გაჩნდა მიწაში ამოთხრილი ტალახიანი სანგრების დაუსრულებელი ხაზი. ორივე მხარე მიწაში ჩაიმალა და შეიქმნა მასიური თავდაცვითი ჩიხი, სადაც ერთი ნაბიჯით წინ წასვლაც კი წარმოუდგენლად რთული და სისხლიანი საქმე გახდა. აქ ყველაზე ირონიული ის არის, რომ გერმანელების ცნობილი შლიფენის გეგმა სწორედ რომ სწრაფ და გადამწყვეტ გამარჯვებას ისახავდა მიზნად. გენერალები ფიქრობდნენ, რომ ჯარები ელვისებურად იმოძრავებდნენ. რეალობა კი მრავალწლიანი, გაკინული, ტალახიანი ჯოჯოხეთის სანგრებში, სადაც არავინ იცოდა ეს ყველაფერი როდის დამთავრდებოდა. საერთოდ როგორი იყო იქ ყოველდღიური ცხოვრება? ეს არ იყო უბრალოდ სროლა. ეს იყო მუდმივი საარტილერიო დაბომბვა, წარმოუდგენელი ტალახი, წყლით სავსე სანგრები და საშინელი დაავადებები. და როცა იერიში იწყებოდა, საქმე პირდაპირ ხელჩართულ სასტიკ ბრძოლამდე მიდიოდა. თუმცა იცით რა არის საინტერესო? 1914 წლის შობას ჯარისკაცებმა შუა ომში იარაღი დაყარეს და ერთმანეთს დღესასწაული მიულოცეს. ეს იყო ერთი პატარა ძალიან ადამიანური მომენტი ამ ხელა ქაუსში. გადავიდეთ მესამე ნაწილზე. ინოვაციების საშინელობანი. როცა ომი ასეთ ჩიხში შევიდა, სამხედრო ლიდერებმა გამოსავლის დებნა დაიწყეს და მეცნიერება თავდაცვითი ხაზების გასარღვევად, პირდაპირ რომ თქვათ, მასობრივი განადგურების სამსახურში ჩააყენეს. ახლა რატომ იყო ეს ომი ასეთი მომაგდვინებელი? აი წარმოიდგინეთ ეს აბსურდი. გენერალებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ტაქტიკა აქვთ თავში. უშვებენ ქვეითებს და კავალერიას პირდაპირ ღია მინდორზე. იქ კი მათ რა ხვდებათ? მე-20 საუკუნის ინდუსტრიული სიმძლავრე. სწრაფმსროლელი არტილერია და ტყვია-მფქვრელები, რომლებიც ამ ჯარისკაცებს უბრალოდ სელავდა. და მართლაც, ეს იყო მანქანების ეპოქის პირველი ომი. ბრძოლის ველზე გამოჩნდა სრულიად ახალი კოშმარები. სასიკვდილო მომწამლავი გაზი, უზარმაზარი შეჯავშნული ტანკები, ცეცხლმფქვევები. ზღვაში გერმანული წყალქვეშა ნავები, იგივე U-boats დომინირებდნენ. ცაში კი პირველად გამოჩნდნენ სამხედრო თვითმფრინავები, გამანადგურებლები და ბომბდამშენები. ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მომენტი 1915 წელს აპრილში იპრთან მოხდა, როცა გერმანიამ ფრანგების წინააღმდეგ მასობრივად გაუშვა ქლორის გაზი. ეს ქიმიური იარაღის პირველი მასობრივი გამოყენება იყო. იცით, კანადელმა ჯარისკაცებმა როგორ გადაერჩინეს თავის, სანამ აერწინაღები ფართოდ დაინერგობოდა, შარდით დასველებულ ცხის სახოცებს იფარებდნენ სახეზე. წარმოუდგენელია, მაგრამ ამან ბევრს მართლა შეუნარჩუნა სიცოცხლე.
ინოვაციების კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია ტანკი. 1916 წელს მდინარე სომასთან ბრძოლისას ბრიტანელებმა ეს სიახლე შემოიტანეს. თავიდან ეს მძიმე ჯავშნიანი მანქანები საშინლად მოუხნელი იყო, ხშირად ფუჭდებოდა და პირდაპირ ტალახში ეფლობოდა, მაგრამ მთავარი მიზანი მავთულხლართების გარღვევა იყო და ამ გამოგონებამ სახმელეთო ბრძოლების მომავალი სამუდამოდ შეცვალა. მეოთხე ნაწილი. გარდამტეხი მომენტი. ამერიკის შეერთებული შტატები ერთვება ბრძოლაში. მიუხედავად ყველა ამ ინოვაციისა, 1917 წლისთვის ფრანგებიც, ბრიტანელებიც და გერმანელებიც ფიზიკურადაც და მორალურადაც სრულად იყვნენ გამოფიტულნი. ფრონტს სასწრაფოდ ჭირდებოდა ახალი ძალა. წლების განმავლობაში ამერიკა შორიდან აკვირდებოდა მოვლენებს და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. მაგრამ როცა გერმანულმა წყალქვეშა ნავებმა განურჩევლად დაიწყეს ამერიკული გემების ჩაძირვა და თან გერმანია მექსიკის ამერიკის წინააღმდეგ წაქეზებას სცადა, მოთმინების ფიალა მართლა აივსო. 1917 წლის 6 აპრილს შტატებმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა. და რატომ იყო ეს გარდამტეხი? შეხედეთ ამ რიცხვს. 2 მილიონი. ზუსტად ამდენი სრულიად ახალი, დასვენებული და ენერგიული ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნა ევროპაში. წარმოიდგინეთ, გერმანია უკვე ფეხზე ძლივს დგას და უცებ ასეთი უზარმაზარი ძალა ემატებათ მათ მოწინააღმდეგეებს. ამან ძალთა ბალანსი უბრალოდ თავდაყირა დააყენა. და ასე მივადექით მეხუთე, დასკვნით ნაწილს. კატასტროფული ფასი და შედეგები. ამერიკის ჩართვამ და გერმანიის შიდა რესურსების ამოწურვამ ეს ომი საბოლოოდ დასასრულისკენ წაიყვანა. შედეგი, ძველი მსოფლიო წესრიგი, რასაც ხალხი იცნობდა, უბრალოდ გაქრა. დაიმსხვრა 4 უზარმაზარი კონტინენტური იმპერია: ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთის და რუსეთის. მათ ნანგრევებზე კი გაჩნდა ახალი სახელმწიფოები: პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია. მსოფლიოს პოლიტიკური რუკა ფაქტობრივად თავიდან დაიხატა. 1918 წლის 10 ნოემბერს კი სრულად გამოფიტულმა და რესურსების გარეშე დარჩენილმა გერმანიამ ბოლოს და ბოლოს ზავს მოაწერა ხელი. იარაღი დადუმდა და ბრძოლა ოფიციალურად დასრულდა. თუმცა რეალურად ხალხი ახლა იწყებდა იმის გააზრებას, თუ რა დაემართა სამყაროს. დანაკარგები იყო უბრალოდ წარმოუდგენელი. მოდით ამ რიცხვებს შევხედოთ. 74 მილიონი მობილიზებული ადამიანიდან 20 მილიონი დაიჭრა და დასახიჩრდა. 9.5 მილიონი კი დაიღუპა. და აქ ჯერ კიდევ არ ვთვლით იმ მილიონობით მშვიდობიან მოქალაქეს, რომლებიც უშუალოდ ომს, გენოციდებსა თუ ეპიდემიებს ემსხვერპლა. ეს იყო ტრაგედია, რომლის მსგავსიც კაცობრიობას მანამდე არ ენახა. მაშინ ხალხი ამბობდა და იმედოვნებდა, რომ ეს იყო ომი ყველა ომის დასასრულებლად. მაგრამ დავფიქრდეთ წამით, განა იმ დაშლილმა იმპერიებმა, ახალმა საზღვრებმა და გამარჯვებულების მიერ დაწესებულმა მძიმე პირობებმა პირდაპირ არ მოამზადა ნიადაგი კიდევ უფრო საზარელი კონფლიქტისთვის სულ რაღაც 20 წლის შემდეგ. როგორ ფიქრობთ, შეიცვალა ადამიანის ბუნება? მოკლედ, დავფიქრდით ამაზე. დღეისათვის სულ ეს იყო, შევხვდებით შემდეგ ანალიზში.